ოკუპირებულ გალის რაიონში სრულისრულით მიმდინარეობს ქართული ტოპონიმიკის გაქრობის პროცესი. ისტორიულ სამურზაყანოში 20-მდე ქართულ სოფელს შეუცვალეს სახელი. გააფხაზების კამპანიამ შეიწირა ნაბაკევი, რომელსაც ბათაი გუარა დაარქვეს. საბერიო პაპინ რხუა გახდა, ჭუბურხინჯი ხიაცხრა, დიხაზურგა აბააკიტი, თაგილონი თაღლანი, მზიური მახუდჟრა, ეწერი ლბაარხა, უკვინორე ციგტვარა. პირველი ოტობაია ხაშტა, მეორე ოტობაია ბგოურა, ფიჩორი ბჩარა, განახლება მარჩხაპონი, ლეკუხონე ალაკუმხარა. სამურზაყანოში არის აფხაზური ტოპონიმია, მაგრამ ის აფხაზური არის ზედანალექ შემდგომი ფენა და ძირითადი სუბსტრატი ესე ქვედაფენა არის მეგრული. მეორე დადიანის დროს აფხაზები არ ცხოვრობდნენ სამურზაყანოში. ესე შემოვიდნენ მეჩვეულე საუკუნის ბოლოს დასახლდნენ მერე და ამიტომ მათი მიერ შექმნილი ტოპონიმი მეორადი რაც ამ სოფლებში რამე აფხაზური იყო, მე არაფერი გავამიტოვებია ლექსიკონში ყველაფერია. ის ისტორიული სახელებია ესენი ილორამდე. ილორი არის ღალიცგის მარცხენა ნაპირას და იმის აქეთ ენგურამდე მთლიანად ცხოვრობდნენ მეგრელები. გამარჯვება იყოს და ასეთი რაღაცა ვთქვათ შეიძლება გადაარქვა, მაგრამ საბერიო ძველი სახელები ესენი. მას ფიქრობ, რომ არ არის სწორედ, ჯერ ერთი მთავარი ის არის, რომ უნდა შეთანხმება იყოს იმ მეცნიერთა და ამ მეცნიერთა. მერე მოსახლეობის აზრი ვთქვათ გამოკლეულია თუ არა. ხო და როგორ რატომ გადაარქვეს მაშინ? არასწორ